არის pressure switch-ის შესახებ ვიდეო. დაახლოებით 2-3 წუთის მერე ქრება და აჩვენებს, რომ თითქოს და pressure switch-ი ან გაღებულია, ან ჩაკეტილია. აი ასეთ რაღაცას აჩვენებს. კოდი ყოველ შემთხვევაში. აქ საინტერესო იყო ის, რომ pressure switch-ი ძალიან ირხეოდა. ამიტომ მივამაგრე, რომ აღარ ირხეოდეს. ასე ვთქვათ, პულსაცია არ გამოიწვიოს. ეგ ერთი. მეორე, ვინაიდან ის ქრებოდა რამოდენიმე წუთში, ორი ვარიანტია. ერთი, ან pressure switch-ია მართლა პრობლემა, ან კიდე ბორდი. ეხლა თუ გადაჯამპებული მაქვს, მაშინ pressure switch-ი აღარ უნდა იყოს პრობლემა, ბორდი უნდა იყოს პრობლემა, მაინც უნდა გათიშოს. უკვე ველოდები და ჯერჯერობით არ თიშავს. ეხლა გამოვცვლი pressure switch და ნახავთ თუ ეგ იყო პრობლემა. ნოლ 59-იანი დავაყენე. 0.40-ის მაგივრად. ეხლა ნახავთ თუ იგივეს გაიმეორებს. გავიდა კიდევ 2 წუთი, ჯერჯერობით მუშაობს. კიდევ რაც შეიძლება ხდებოდეს, რაც ზოგჯერ ხდება, არის ინდუსერი. ცხელდება, ითიშება და მომენტალურად როცა გაითიშება, pressure switch-ი რა თქმა უნდა დაკარგავს სიგნალს და ამით აჩვენებს, თითქოს და pressure switch-ია პრობლემა. ამ შემთხვევაში უკვე 3 წუთი მაინც გავიდა და აღარ ჩაუქრია. შეიძლება ეს იყოს, აი უკვე ჩააქრო. ინდუსერი მუშაობდა, როცა ჩააქრო. ამიტომ ეს pressure switch-ის პრობლემა არ არის, ეს არის ბორდის პრობლემა. შემდეგ ვიდეოში როცა გამოვცვით ბორდს, მაშინ ვნახავთ, რომ ნამდვილად ბორდის პრობლემა იყო თუ არა. უბრალოდ ტვერის ოდენობა არის სასწაულად. აი ასეთი სიბინძური არ მინახავს ყველგან. ნუ ვიტყვი რომ ბორდია. იმიტომ რომ ეხლა ისეც გაუგეთებ ბორდს და დაიწყებს კიდევ მუშაობას. საბოლოო სიტყვა არის რომ ბორდი უნდა გამოიცვალოს.